უპასუხოთ პატარებს საუნივერსიტეტო ქრონიკები და პროფესია. ეს ის ყოველკვირეული გადაცემებია, რომელიც ტელეკომპანია მეცხრე არხის ბადეს 2013 წელს დაემატა. თითოეული პროექტი განსხვავებული ფორმატის არის, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ. ორივე მათგანი მაყურებლისათვის სასიამოვნო განწყობის შექმნაზე ზრუნავს. ბავშვური ლოგიკა, ხარტი, აზროვნება, ცნობის მოყვარეობა, გადაცემა უპასუხოთ პატარებს ამ ნიშნით გამოირჩეოდა. ხოლო პროფესიის საშუალებით მაყურებელი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრების სხვადასხვა საქმიანობის ადამიანებს ყოველ კვირა აცნობდა. განსხვავებული ფორმატის გადაცემა იყო საუნივერსიტეტო ქრონიკები. ტელეკომპანიისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი საზოგადოებას ყოველ ორშაბათს 15 წუთის განმავლობაში უნივერსიტეტის ცხოვრებაზე უყვებოდა. ვფიქრობ, რომ 2013 წელი იყო ერთ-ერთი წარმატებული წელი ჩვენი ტელევიზიისთვის, იმიტომ რომ დავიწყოთ 3 ახალი გადაცემა. რაც შეეხება პატარებს მომზადებულ გადაცემას, უპასუხოთ პატარებს. ეს არის ყველაზე სახალისო სამუშაო ჩვენთვის და იქ არიან ყველაზე საყვარელი რესპონდენტები. რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, რაც არ უნდა მოკეცოთ ხასიათო ვიყო, როცა ისინი მოდიან სტუდიაში და მუშაობ მათთან, ყველანაირი დაღლილობა, ყველანაირი სტრესი მოხსნება ხოლმე და ძალიან სიამოვნოს მათთან მუშაობა. საუნივერსიტეტო ქრონიკების საშუალებით მე ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს შევხვდი, გავიცანი, ისინი უკვე ჩემი მეგობრები არიან და ამ პროექტის საშუალებით ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება, რომ საკუთარი შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოეცადათ. ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო იმითაც, რომ ამ დრომდე უკვე წლებია უნივერსიტეტს ესეთი პროექტი არ ქონია. ანუ ის, რასაც სწავლობდნენ თეორიულად, ახალგაზრდებს არ ქონდათ საშუალება განეხორციელებინათ პრაქტიკაში. ერთია თეორიული მასალა და მეორეა, როცა პრაქტიკაში აკეთებ ამ ყველაფერს და თვითონ ახალგაზრდებმაც აღნიშნეს, რომ ეს იყო სრულიად განსხვავებული რამ, როცა ტელევიზიაში აკეთებ მასალას და სიუჟეტს. გარდა ახალი გადაცემებისა, პროფესიული წინსვლის თვალსაზრისით 2013 წელი ტელეკომპანია მეცხრე არხის თანამშრომელთათვის მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ წელს განხორციელდა პარტნიორული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავდაპირველად მეცხრე არხს უცხოელი კოლეგები ესტუმრნენ და თავისი გამოცდილება გაუზიარეს. შემდეგ კი პენსილვანიის შტატში არსებული ტელეკომპანია WICU-ში არხის 4 თანამშრომელი გაემგზავრა და უცხოელი კოლეგების მუშაობას ადგილზე გაეცნო. მოხდა აზრთა გაცვლა გამოცვლაც. პირველი ვიზიტი ზაფხულში შედგა, ხოლო მეორე დეკემბრის თვეში განხორციელდა. საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იყო, საკმაოდ ბევრი გაცვლითი მოხდა, ასე რომ ვთქვათ, ცოდნის, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ იმათ ვასწავლეთ, იმათმა ჩვენ გვასწავლეს. რა თქმა უნდა, განსხვავდება ჩვენი და მათი საერთო ჯამში გასვლითი არეალი და ტექნიკა და ასე შემდეგ, მაგრამ მთლიანობაში გარკვეული თემები წამოვწიეთ წინ, რაზეც ტელევიზიამ გამოცდილებაც აჩვენა უკვე და წარმოაჩინა თავი და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ისინი. ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგ მხრივ იყო ძალიან წარმატებული ჩემთვის წელი, მაგრამ იყო ძალიან დიდ სირთულეებთან დაკავშირებით თან, იმიტომ რომ თქვათ ძალიან ბევრი რაღაც საპასუხისმგებლო დამატებითი რაღაცები ავიღე თავზე და უნდა გავამართლო მემედები. ტელეკომპანია მეცხრე არხში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის შემდეგ საქველმოქმედო ხასიათის ფესტივალის ჩატარების იდეაც გაჩნდა. მეცხრე არხის შემოქმედებით მათ ჯგუფმა 2013 წლის ივლისში ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მესხური ფესტივალი მოაწყო. ტრადიციული მესხური საჭმლები, რეწვის ნიმუშები, სიმღერები და ცეკვები ადგილობრივმა მაყურებელმა რაბათის ისტორიულ ტერიტორიაზე ერთად შეგრული იხილა. მასში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკურმა პირებმაც მიიღეს. ფესტივალზე შემოსული თანხით მეცხრე არხის შემოქმედებითი ჯგუფი 3 მრავალშვილიან ოჯახს სურვილების ასრულებაში დაეხმარა. ამ ვიზიტების შედეგად მოხდა სარეკლამო სამსახურის შექმნა და ჩამოყალიბება, რის შედეგადაც ჩვენ შევძელით დაგვეწყო, ასე ვთქვათ, მომზადება მესხური ფესტივალის, რომელიც არის პენსილვანიის შტატის ღვინო ტბაზე ფესტივალის ანალოგი. ყოველ შემთხვევაში მიმსგავსებული, მაინც და ვფიქრობთ, რომ მეცხრე არხი შეძლებს ამის ტრადიციად ქცევას. ობიექტური, ნეიტრალური და დაბალანსებული ეს ის შეფასებებია, რომელიც 2013 წელს წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებისას ტელეკომპანია მეცხრე არხმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაიმსახურა. NDI-სა და ინტერნიუსის კვლევის თანახმად მეცხრე არხი ერთ-ერთ ყველაზე ობიექტურ არხად დასახელდა. ტელეკომპანიის დირექტორის თქმით, 2013 წელი შემოქმედებითი ჯგუფისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მაია იველაშვილის განმარტებით მრავალი პრობლემის მიუხედავად მეცხრე არხმა გამოწვევებს ღირსეულად გაუძლო. კვლევა
ინტერნიუსის დაკვეთით ჩატარებული, სადაც თითქმის ყოველკვირეული შედეგების შედეგად იყო ხაზგასმული, რომ ტელეკომპანია ნეიტრალურად და ობიექტურად აშუქებდა მასალებს. კვლევა მიმდინარეობდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ 2014 წელს ჩვენ შევძლებთ უკვე დაფარვის ზონის გაზრდას, რაც ასევე აისახება ჩვენი მაყურებლის და ზოგადად აუდიტორიის ზრდაზე. სამუშაო ბევრი გვაქვს, იმედია წარმატებებიც გვექნება. მთელი წლის განმავლობაში ტელეკომპანია მეცხრეახის მუშაობა საკმაოდ საინტერესო იყო. ეთერში ახალი გადაცემებისა და სიუჟეტების სიმრავლე იგრძნობოდა. ასე შეაფასა ტელეკომპანიის მუშაობა 2013 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ. მათ თავისი საყვარელი გადაცემები დაასახელეს და მეცხრეახის შემოქმედების ჯგუფს წარმატებები უსურვეს. ამბობენ, რომ მეცხრეახის საეთერო ბადემ მოწონთ, თუმცა ეთერში ბევრი სახალისო, ინტელექტუალური საგამოძიებო და სპორტული გადაცემების ხილვაც სურთ. ძალიან მომეწონა ახლა ეს ახალი სიახლე ბავშვების გადაცემა როცა უპასუხოთ პატარებს. საკმაოდ საინტერესო და ესეთი სახალისო გადაცემა. წარმატებას გისურვებთ რაღაც პროფესიულ წინსვლას და ასე შემდეგ. ხშირად უყურებ ხოლმე ყოველთვის 10 საათზე და 7 ნახევარიდან ხო? დაინტერესებული უყურებ ხოლმე და მომწონს ყველაფერი კარგად. მაგრამ ხშირად ეს და იგივე ის არის ხო პროგრამა თქვენ და რაღაც. შეიძლება რომ გაუმჯობესდეს კარგი იქნება ძალიან. პირველ რიგში მოგილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. რა ვიცი, ბედნიერი წელი ყოფილიყო სამ ტელეკომპანიისთვის. რა ვიცი, ძალიან მომწონს თქვენი გადაცემები და ასე რომ ხშირად უყურებ ხოლმე და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი. ზულოცავთ თქვენს ტელევიზიას, ჩვენს რაიონის მოსახლეობას, ყველა სიკეთეს და კარგად ყოფნას ვუსურვებ. ყველა ოცნების ასრულებას. ჟურნალისტებს გირჩევთ ჩააწვდეთ ყველას, ვისაც როგორ შეუძლია, რომ გამონახოთ საშუალება, რომ ეს თანხები მამდვილად ხმარდება ხალხს თუ ვიღაცის ჯიბეში იძინება. ძირითადად უფრო ინფორმაციებს უყურებ ხოლმე. საბავშვო გადაცემები მომწონს ძალიან. დადებითად ვაფასებ, სიამოვნებით უყურებ. ყოველთვის ვეძებ ნაცნობ ბავშვებს თუ ვინმეა. 2014 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია მეცხრეახმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. საქართველოს რეგიონულმა უწყებელთა ასოციაციამ არხის ჟურნალისტი და ოპერატორი წლის საუკეთესო რეპორტაჟისათვის დააჯილდოვა. თიკო კურტანიძესა და სერგო ფიდანიას ტაბაწყურის ტბაზე გადაღებული საინტერესო სიუჟეტის გამო ღონისძიების ორგანიზატორებმა სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცეს. მიმაჩნია რომ 2013 წელი იყო რაღაცნაირად შევთვისაც წარმატების წელი, იმიტომ რომ 2013 წლის ბოლოს სწორედ მივიღეთ მე და სერგო ფიდანიანმა წლის საუკეთესო რეპორტაჟის მომზადებისთვის ჯილდო რეგიონულმა უწყებელთა ასოციაციისგან. ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი, სტიმულის მიმცემი და ყველას ვუსურვებ, რომ მსგავსი ჯილდო და მსგავსი წახალისება მიიღოს. ყველას გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. ტელეკომპანიამ 2013 წელს მუშაობა დაასრულა, თუმცა მეცხრეახის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს ახალი გეგმებით, ახალი იმედებითა და ახალი გადაცემებით უკვე ახალი წლიდან დაუბრუნდება.